წითელ ფორმაში ვლადიმერ გამყრელიძე და ლურჯ ფორმაში ოთარ ადეიშვილი. ფინალი 79 კილოს. შედევის ცდელობა ქონდა ეხლა ადეიშვილს დაუსხლდა დროზე გაეცალა მას გამყრელიძე და შევიდა ფეხში ეხლა გამყრელიძე თუმცა თავს იცავს ჯერჯერობით ადეიშვილი საბოლოოში ხალიჩიდან გაიყვანა თუ არა ჩოქჩენი ჩაუთვალეს 2-0 დაწინაურდა ვლადიმერ გამყრელიძე ესეც მოვიგიხულები ამოლაურას ამჯერად ხალიჩიდან გაყვანისთვის 3-0 გახლავთ უკვე მესასერულ თამგარიში ალბათ რეალისტები ვიყავთ და ვთქვათ რომ გამყრელიძე აქამდეც ფავორიტი იყო ამ წელში და შეხვედრის მიმდინარეობა ადასტურებს ამას იმის მიუხედავად რომ ადეიშვილიც კარგი სპორტსმენია, კარგი მიმჭიდავე არის და ასაკობრივებში ერთ-ერთი გამორჩეული, ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული სპორტსმენი იყო. ეხაც პრო შემდეგ პოზიციაში გახლავთ გამყრელიძე, ადეიშვილის მწვრთნელი საჯი მოუწოდებს აქტიურობისკენ. შეიძლება ჩაუთან კიდეც წამიანი ერთი წუთი დარჩა პირველი ნახევრის დასრულებამდე. საინტერესო ეპიზოდი იყო, ფეხის ხმარება შეეძლო, ეხლა გამყრელიძე შემდეგ უკვე ჩოქჯენიდან თითქმის ჩასულმა სცადა კონჩეტევა ადეიშვილმა, მაგრამ მაინც ვერ გაექცა ორი ქულის დაკარგვას 5-0 გამყრელიძე. მაგრამ ეხლა სამტრედეილებმა შემოაგდეს ამ ჩემპიონატში. და მოითხოვა რომ იქამდე ამ ჩოქჯენამდე გასულიყვნენ ხალიჩიდანო. თუმცა ადეიშვილმა დააბრუნებინა უკან ჩელენჯი. ახლა არ იქნება შეხვედრა გრძელდება. პირველი პერიოდის დამთავრებამდე რჩება რაღაც 45 წამი. გრძელდება შეხვედრა და ეხლა ადეიშვილმა სადაც შესვლა არ შეუშვა ფეხში გამყრელიძემ, დგომში არიან კლავაც. მაღალი დგომი. ცდილობენ ერთმანეთს მოუძებნონ სუსტი წერტილები, თუმცა უფრო უნდა გააქტიურდეს ახლა ადეიშვილი. აი ეს დროის გაყვანა და ეს ჭიდაობა რომლის მიხედვით დრო გადის. ფინალში აწყობს გამყრელიძეს და ამასობაში დამთავრდა კიდეც პირველი პერიოდი. შეისვენებას რაღაც 20 წამში შეხვედრა ისევ გაგრძელდება. ხუთი წამით და დაბრუნდებიან ისინი ლეიბზე. გამყრელიძე უკვე შემოვიდა და შემოდის ადეიშვილიც.
განახლდა შეხვედრა მეორე პერიოდი, პირველი პერიოდის ანგარიში კი გახლავთ 5-0 ვლადიმერ გამყრელიძის სასარგებლოდ ამბროლაურელებს მსოფლიოს ფინალისტი ასეთი ანგარიში დამარცხებს სამტრედია ლოთარ ადეიშვილს. ნახაცაჯობა გამყრელიძემ და შემდეგ ისეთი განწეული კონტრილეთის ცელობა მქონდა ადეიშვილს, მაგრამ თავად დავადა ზურგზე და დაკარგა 4 ქული. გამყრელიძეს უკვე 1 ქულა აშორებს წმინდა მოგებასთან. გამყრელიძემ თუ მოიგოს 3 ოქრო იქნება ამ ბოლოს და ამ ხრივ ამ ბოლოველებს ვერავინ დაეწევა, ანუ მედლების ჩათვლა მათ მოგებული ექნება, თუმცა თუ გუნდური ჩათვლა ცოტა სხვანაირი შეჯიბია, ჩემპიონი იღებს 25 ქულას და შემდეგ მიყოლებით ყველა ადგილისთვის ქულები იძლევა და ბოლოს ჯამდება ხოლმე. ან ამბროლაური იქნება, ან შეიძლება გორი ამ გუნდური ჩემპიონი პირველობის გამარჯვებული, თუმცა იქამდე 2 წონის ფინალი გვაქვს. ამ ორწონაში 2 ონელი ფინალისტი გვყავს, მირიან მაისურაძე და ზვიად მეტრეველი. ასევე თბილისელი სოლომონ მანაშვილი და ბაღდათელი იუზა ცევცვაც. წუთი და 49-0. წუთი და 10 წამი შეხვედრის დამთავრებამდე. ეხლა ადეიშვილი ცდილობდა რომ შემოევლო ზურგიდან, მაგრამ გამყრელიძემ არც ამჯერად მისცა ამის საშუალება. პირიქით თვითონ მოახერხა მეტოქის დაბლა ჩაყვანა და წმინდა მოგება ეს გახალ 11-0 გამყრელიძემ ასეთი ანგარიში დაამარცხა ლოთარ ადეიშვილი. ეხლა შეგვექნება დაჯილდოება 65 კილოგრამის და შემდეგ 92 კილოგრამზე გადავდივართ. აქ 17 წლამდელი მსოფლიო ჩემპიონი სანდრო ყურაშვილი შეხვდება ხარაგაულ